ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ეთერ სამხარაძე ჟღამაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ქვეპროგრამის ბეჭდვითი გამოცემების ფარგლებში გამოიცა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, პოეტის ახლობლები და მეგობრები. ფოტოკოლაჟი, რომელიც დღეს უჩვენეს ლაკობასთან, შინკუბასთან, კუმფლომიასთან ერთად იდგა მშვენიერი ქალბატონი, პოეტი ქალბატონი ეთერი. ეს ერთად დგომა ქართული და აფხაზი პოეტის გოსანის წერალის მოღვაწეს არის ის ხიდი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ერთმანეთისადმი. ჩვენ დღეს გავიხსენეთ ერთი შესანიშნავი სოხუმელი ქალბატონი ეთერ სამხარაძე ჟღამაძე, რომელიც გაუგონარი რაღაცა მოხდა, რომ შესანიშნავ პოეტს ესროლეს და მოკლეს. მეუღლესაც ესროლეს, ჯერ მეუღლე მოკლეს, მერე ეს საოცარი პოეტი ქალი. და გამოვიდა წიგნი ჩვენმა სამინისტრომ ხელი შეუწყო ამ წიგნის გამოცემას და ბატონმა ტიტე მოსიამ ცნობილმა პროფესორმა გამოსცა ეს წიგნი ჩვენთან აქ სამინისტროში. ჩვენ პატივი მივაგეთ ამ დიდი ქალბატონის ხსოვნას და დღეს ჩავატარეთ ამ წიგნის პრეზენტაცია. ეთერ სამხარაძე ჟღამაძე აფხაზეთის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, შესანიშნავი პოეტი და სანიმუშო პიროვნება. მან აფხაზეთის ტრაგედიამდე 20-მდე წიგნის გამოქვეყნება მოასწრო. ეთერ სამხარაძე ჟღამაძის ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ და სხვა ენებზე. არაერთმა კომპოზიტორმა შექმნა მის ლექსებზე საესტრადო, საგუნდო და საბავშვო სიმღერები. ცნობილი პოეტი ეთერ სამხარაძე ჟღამაძე იყო გამორჩეული პიროვნება, რომელიც 1993 წლის ოქტომბერში სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზმა სეპარატისტებმა 9 აპრილის მემორიალთან ვერაგულად დახვრიტეს. მოკლეს პოეტი ქალი, რომელიც გულწრფელად უმღეროდა სიცოცხლეს, სიყვარულს და საქართველოს. ჩემთვის ძალიან ტკივილია ეთერ ჟღამაძე სამხარაძის გახსენება, იმიტომ რომ ის მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და აი ასე მუხანათურად გაიმეტეს საქართველოს მტრებმა ჩვენთვის მარაძვირფასი ეთერი. დღეს ეთერის წიგნის პრეზენტაცია, მოვიდნენ მისი თაყვანი მცემლები, მისი პოეზიის მოყვარულები და მე მიხარია რომ უკვე უკვლავებაში გადასული ეთერი ცოცხლობს მის ლექსებში და ჩვენს სოვნაში. ეს იყო დიდი პოეტი ქალი. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საოცარი ლექსებით, შედევრებია უამრავი. მისი ლექსები საოცრად მღერადი, ჟღერადია. მე მასთან ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს. მე ვისი უმცროსი მეგობარი ვიყავი და ის მეგობრობა დღეს უკვე შვილებში და შვილიშვილებში გადავიდა.